აღმოსვლა და უდგება BMP-ს უკან. შემდეგ მიდის უკვე ფეხით გადაადგილება. ყველაზე ძნელი არის ქალაქში ბრძოლები, იმიტომ რომ ის ძალიან ახლო სიტუაციაში გიწევს მოწინააღმდეგესთან შესვლა. გამოყენებული იყო ტექნიკა პირად შემადგენლობასთან ერთად, ეს არის კომბინირებული შესვლა ქალაქში. არის ძალიან კაი საშუალება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იმიტომ რომ ტექნიკით ჩვენ შეგვიძლია პირად შემადგენლობა უფრო ახლოს მივიყვანოთ დასახლებულ პუნქტთან. მოწინააღმდეგე დაფარულია, ვერ აღმოაჩენოთ, ეს ძნელია და რასაც ძლიერი შეარაღება ყავდეს, რაც არ უნდა გაწვრთნილი ჯარისკაცი ყავდეს, შეუძლებელია იქ, ესე ვთქვათ, დანაკარგების გარეშე იმოქმედო. BMP, ასე ვთქვათ, ხარდაჭერას უკეთებს ცეცხლით და ამასობაში ჯგუფი მუშაობს. იღებს პირველ შენობას იწევს გაწმენდას, როგორც კი შევლენ პირველ შენობაზე. სროლის გადააქვს მეორე სართულზე. პირველი სართულის გაწმენდა იწყება, პირველ შესვლისთანავე იხსნება ლიმონკა. აი ყველა კუთხესთან მეოდე მოწინააღმდეგის შესვლას და იგივე მდგომარეობაში არის, შესულია ოთახში ზის, იქ შენ შესასვლელი ხარ და იმას უფრო მეტი უპირატესობა უკავია ვიდრე შენ, როცა დასახლებულ პუნქტში ან თვითონ შენობაში შედიხარ, მაგრამ იქ არსებობს ნიუანსები, როცა მისი უპირატესობა შენ უნდა გამოიყენო და ის უნდა შეხედო. თვითონ ეს უნები ეს მეცადინობები მთელი ეს რაც ახლა ძალიან კარგი არის, ძალიან კარგია უნები ხარებაში გასარკვევა და უშუალოდ გასთან გვაქვს საქმე, რასთან გვექნება შეხედა. თვითონ ეს დღევანდელობიდან გამომდინარე, რაც ჩვენ საქართველოში გვაქვს. მოგიწევთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. უпростоრეთ, მოგვიწევს ერთად. ჩვენ ყავს ზუსტად ის მეთაურები, როგორც უნდა ყავდეს. არ არის ესენი ის ხალხი, რომლებიც სადღაც ჩირგვებში ჩაჯდება, ჩვენ გაგიშვათ ტყვიაზე და თვითონ იქნებიან დამალულები. ერთად ვიქნებით. და მე მიხარია, რომ აი ესეთ ხალხთან მომიწევს წასვლა. ერთი რაღაცა და ყველაზე მთავარი დაიმასწორო. არ არსებობს იმაზე უფრო ღირსეული ამოცანის შესრულება, რაც თქვენ დაგეკისრებათ. და არ არსებობს არანაირი პროფესია, არავინ არ მიწყინოს მე, რომელიც იყოს თქვენზე ღირსეული. თქვენ ხართ კიდევ ერთხელ დაიმასწორეთ. ჩვენი ქვეყნის ყველაზე საუკეთესო შვილები. და ამაში ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს არავის.